კონფერენცია არის გაგრძელება იმ ღონისძიებებისა, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მოღვაწის იოანე გვარამაძის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს. კონფერენციაში ჩართული არის საქართველოს ყველა ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას უნივერსიტეტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტებიდან არის ჩართული. უშუალოდ ძირითადი მონაწილეები, რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორა არის მონაწილე. საქმე იმაში, რომ ჩვენ არ შევზღუდეთ თემატიკა, აქ უშუალოდ ივანე გვარამაძის თემატიკით არ შემოვიფარგლეთ, ამიტომაც არის, რომ აქ ყველა დარგის წარმომადგენელმა წარმოადგინა თემატიკა, ეს რესპუბლიკური კონფერენცია არის და ყველა მონაწილე თავისი სპეციალობის მიხედვით დაუყავით და უშუალოდ 6 სექცია მონაწილე მუშაობს დღეს. ძალიან დიდი მამულიშვილი, შემთხვევითი არ არის, რომ მას მესხეთის ილია ჯაჯუაძესაც უწოდებენ და მიხეილ თამარაშვილის მასწავლებელი იყო, თანამებრძოლი და ეს წელი მიუძღვინთ მას. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება. ეს არის ღია ტიპის კონფერენცია არის, იქნება სტიმული მეცნიერებისათვის, რომ გააგრძელონ მათ ივანე გვარამაძის მემკვიდრეობის შესწავლა, იმიტომ რომ ასეთი ნაყოფიერი მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა, ძალიან იშვიათი არის, რომელიმე თქვა ქართველ მოღვაწეს რომ ქონოდა. თუნდაც მინდა შევჩერდე არის ესეთი უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რამდენიმე 1000 სიტყვისგან შედგება, რომელიც დამთავრება მან კი მოასწორა, წინათ არ არის გამოცემული და არის თქვა ახლა სრული ინტერესი, რომ მეცნიერთა ჯგუფი ჩაუდგეს ამაზე პროექტი გააკეთონ და ეს გამოიცეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი. უამრავი სხვა ნაწერები ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, რომლებიც შესწავლას მოითხოვს. მოგეხსენებთ, ეს იყო კათოლიკე მღვდელი, რომელიც მოღვაწეობდა ძირითადად ახალციხეში, წარმოშობით არის ქალაქ ვალედან. შემდეგ, როდესაც გახდა მოძღვარი მღვდელი, მუშაობდა სხვადასხვა სამრევლოებში და განსაკუთრებით ახალციხეში. მას დიდი ღვაწლი აქვს ძალიან დიდი ქართველებისათვის და კათოლიკებისათვის მესხეთში და არა მარტო მესხეთში, საქართველოში. მოგეხსენებთ, ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო იყო რუსეთის ქვეშ, ერდომის ქვეშ და მაშინ იჩაგრებოდა, შეიძლება ასე ითქვას, ქართული ენა, ქართველობა, ასე ვთქვათ. და ზუსტად ივანე გვარამაძე ეს ერთ-ერთი ის, რომელიც ის პიროვნება, რომელიც აიმაღლა ხმა, იბრძოდა, რა თქმა უნდა, ახლა ხმალით არა, მაგრამ როგორც შეეძლო თავისი გონებით, წერით, სულიერებით. საინტერესო არის აგრეთვე იმიტომ, რომ აქ ჩართული არის კი მეცნიერები, მაგრამ აგრეთვე ჩართული არის აგრეთვე სასულიერო პირი და კარგია კი მართალია რომ დამოუკიდებლობა უნდა არსებობს, რა ქვია, უნივერსიტეტი, კულტურა და რწმენა და ეკლესია შორის, მაგრამ კარგი არა, როდეს არის თანამშრომლობა, როდეს არის მოსმენის პრინციპი, ეს არის ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს დიდი განცდა დიდ ვალდებულების წინაშე მაყენებს მე პირადად და საერთოდ ჩვენს ნათესაობას. და პირველ რიგში მე მქონდა, ასე რომ ვთქვათ, მადლობელი ვარ, მე მინდა ღმერთს მადლობა შევწირო, რომ მაქვს ავირჩიე ესეთი პროფესია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას შევისწავლო ივანე გვარამაძის მოღვაწეობა. რაც შეეხება ნათესაურ კავშირებს, ეს რა თქმა უნდა ყოველთვის გვახსენებდა თავს, განსაკუთრებით ახალციხეში ჩამოსვლის დროს და ის, ასე რომ ვთქვათ, პატივისცემა, ის სიყვარული ამ პიროვნებისადმი და ასე რომ ვთქვათ, მისი საქმის გაგრძელება, ეს მრავალ სფეროში იგრძნობა. ძალიან საინტერესო თემა, თუ როგორ იყო შუა საუკუნეებში საქართველოს ჩართული ევროპულ პოლიტიკაში, რომ ეს არ არის დღეს დაგუშინ დაწყებული ურთიერთობები ევროპასთან, არამედ ჯერ კიდევ მე-11-მე-12 საუკუნეებიდან დიდ ევროპულ პოლიტიკაში იყო ჩართული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტი, რომელიც მოხდა მაშინ ევროპის მასშტაბით, ეს იყო ჯვაროსნული ლაშქრობები და აი ეს პატარა საქართველო იმ დიდ ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორ აქტიურად მონაწილეობდა ამ ლაშქრობებში და თავისი სიტყვა ეთქმოდა და ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში.